მოგესალმებით მეგობრებო. მე არჩილ მაისურაძე ვარ. ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის საინტერესო და ისტორიული ადგილების მონახულებას. ამჯერად გადავწყვიტე, რომ დასავლეთ საქართველოს წვეოდი, სადაც საინტერესო მოგზაურობა მელოდა წინ. ფილმში ვნახავთ უძველეს ეკლესიებს, ქვებს, რომლებიც მთლიანად გაქვეობული ნიჟარებისგან შედგება. გასაგრილებლად სამწერას ჩანჩქერსაც მოვინახულებ. ვნახავთ საქართველოში უანალოგო საერო ნაგებობას. მოკლედ დავიწყოთ. ორი დღით იმერეთში მოგზაურებ და მინდა გაჩვენოთ ნაკლებად ცნობილი ადგილები, ბუნებრივია იქნება საყოველთაოდ ცნობილი ადგილებიც, თუმცა ვეცდები რომ ნაკლებად ცნობილი ადგილები გაჩვენოთ. ადგილობრივებისთვის ბუნებრივია ნაცნობია, მათთვის ეს ყველაფერი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი მათ პირველად ეხელავთ. აი მაგალითად ეხლა ვარ სოფელ შროშაში. უნდა გაჩვენოთ შროშის წმინდა გიორგის ეკლესია. ქედის წმინდა გიორგის ეკლესიის სახელითაც არის ცნობილი. ესეთი მშვენიერი ტაძარია. ძალიან ლამაზ ადგილას არის. შემოვუვაროთ, შევიდეთ შიგნით. სამწუხაროდ დანგრეულია, კამარა ჩამონგრეულია. თავის დროზე ეტყობა, რომ დიდებული ტაძარი იქნებოდა, აი შემორჩენილია შირიმის სვეტებით, კამარის დამჭერი სვეტებით. გამოყენებულია აგურიც და გამოყენებულია ასევე კრისტალური ქვა, აი გარეთ გავალ და გაჩვენებთ. აი ასეთი კრისტალური ქვებიც ბევრია გამოყენებული, ეს აღმოსავლეთ ფასადია. აი ეს წითელ ქვებს რასაც ხედავთ, ყველა აი ეს კრისტალურია, აი აქ არის შირიმი. შროშიდან გადმოვინაცვლე სოფელ პირველ სვირში. აქ არის ძალიან საინტერესო ეკლესია. ძალიან ბევრი ვეძებები მაინც მოვაგენი. იტყვით სად არის ეკლესიაო და აქ მეგობრებო პირდაპირ აი ამ ჯაგებში სულ ხენცენარეებს აქვთ გადავლილი. აქეთ შევიდეთ, ნახოთ ეს შესანიშნავი ეკლესია, მხოლოდ შიგნიდან ვინაიდან გარედან უბრალოდ შეუძლებელია მისი ნახვა. აი ეს შესანიშნავი ტაძარი, აი შემორჩენილია მხოლოდ ერთადერთი დეკორატიული ელემენტი, რითაც შეიძლება რაიმეზე ვიმსჯელოთ. აი ეს ცოკოლის, აი ესეთი ლამაზად გამოყვანილი ქვები. ასეთი გამოყვანილი ცოკოლი დამახასიათებელია მე-12-მე-13 საუკუნის ძეგლებისთვის, მეგობრებო.
სოფელი ჭალატყე. აქ მდინარე ჩოლაბურზე მდებარეობს თამარის სამმალიანი ხიდი. ხიდი აგებულია უხეშად დამუშავებული ნაწილობრივ დაუმუშავებელი ბუნებრივი ქვისგან კირის ხსნარზე. ხიდის მთლიანი სიგრძე 40 მეტრია. სოფელ საქარის სიახლოვეს მდებარეობს თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათიანი ეკლესია. ეს არის წმინდა გიორგის ტაძარი. მას კონწოლიასაც უწოდებენ. გიორგი ბოჭორიძის აღწერით ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე მოთავსებული იყო ქვა ხელისა და ჯვრის გამოსახულებით და ასომთავრული წარწერით მანასე. ამ ქვის ქვემოთ ძალიან დაზიანებული წარწერა იყო ასევე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო. აღნიშნული რელიეფები და წარწერები დღეს უკვე აღარ განირჩევა. ინტერიერი მოხატული იყო. შემორჩენილია მხოლოდ მცირე ფრაგმენტები. კონქში ყოფილა ვედრება, ტახტზე მჯდომი ქრისტე, ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. ტაძრის დასავლეთით მიწისქვეშა სათავსია სავარაუდოდ კრიპტა, რომელიც ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახისგან შედგება. მოგზაურობისას საკმაოდ ცხელი დღე შემხვდა, ამიტომ გასაგრილებლად სოფელ საზანოსთან მდებარე სამწვერას ჩანჩქერს მივაშურე. აქვე ახლოს გამოქვაბულში უცხოვრია სამ ბერს. ადგილობრივ მოსახლეობას ვინაიდან სამი ბერი ცხოვრობდა, სამი წვერიანი კაცი უწოდა. აქედან წამოვიდა სახელწოდებაც სამწვერას ჩანჩქერი. შემდეგ ამ სახელმაც განიცადა ფონეტიკური ცვლილება და სამწვერას ჩანჩქერი დაერქვა. ეხლა ვიმყოფები მეგობრებო სოფელ სასახლისა და ქვემო საზანოს სიახლოვეს. აი აქ სასაფლაოზე არის ერთი ძველი ეკლესია სამების სახელობის. სამწუხაროდ დანგრეულია ესეც ძიმე მდგომარეობაშია. აი გადმონგრეულია ჩრდილოეთ კედელი, კამარა მთლიანად არის ჩამონგრეული. თითქმის მთლიანად არის შემოცლილი საპირე ქვები შიგნიდანაც და გარედანაც. საინტერესო არქიტექტურული დეტალია შემორჩენილი. აი ამ დეტალით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ
სამხრეთითაც ქონია მინაშენი. იქ მხარეს არ აქვს. ეს ნაეკლესიარი სოფელ ქვედა საზანოს სასაფლაოზე მდებარეობს და ცივსაყდარის სახელით არის ცნობილი. ეს ბილიკი ბუჯის, იგივე საზანოს ციხის კომპლექსისკენ მიემართება. ის მდებარეობს მდინარე ბუჯისა და მაზარულას შეერთების ადგილას. კომპლექსში შედის ეკლესია და გალავნის შიგნით მდებარე სხვადასხვა სათავსოები. ეკლესია დაშენებულია დაახლოებით 2.5 მეტრის პოსტამენტზე. კომპლექსის ტერიტორიაზე თავდაპირველად კარგად დამუშავებული საფასადე ქვებით ნაგები ორნავიანი ეკლესია უნდა მდგარიყო, რომელიც შესაძლოა ხეობის კონტროლის ფუნქციასაც ასრულებდა. კომპლექსის მშენებლობის მომდევნო ეტაპი კი გვიან შუა საუკუნეებისაა. ამ პერიოდში ეკლესია თავისი პოსტამენტით წარმოადგენს ზღუდე გალავანის შემადგენელ ნაწილს. ეკლესიაზე დამატებული ფლეთილი ქვით ნაგები კედლის ნაშთი კი კოშკურა ნაგებობის უნდა ყოფილიყო. ეს არის სამშენებლო კვადრები, რომელიც მთლიანად გაქვეყნებული ნიჟარებისგან შედგება. მსგავსი რამ მხოლოდ კასპში თეთრახევის ეკლესიის ქვებზე მაქვს ნანახი. ეს როგორც სამშენებლო მასალაში არსებული ნიჟარები, თორემ ისე ცალკე ხმელეთზე. ნიჟარები სხვაგანაც გვხვდება, მაგალითად ვაშლოვანში.
გადავინაცვლოთ გელათისკენ. აქ გელათის სამონასტრო კომპლექსის აღმოსავლეთით დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს მამაღვთისას ნაეკლესიარი. ის მიწით იყო დაფარული და 2023 წელს დასრულდა მისი არქეოლოგიური გათხრები, რის შედეგადაც გამოვლინდა ნაეკლესიარის შემორჩენილი კედლები. ეკლესია საკმაოდ ადრეული ნაგებობა უნდა იყოს, სავარაუდოდ ადრე შუა საუკუნეების. ტაძარი გადახურული ყოფილა კრამიტით, რომელიც მრავლად გამოვლინდა გათხრებისას. ეს უკვე სოფელ კურსებში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ფაქტიურად მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის კედელი. გეგუთის სასახლე. ეს გახლავთ ქართული საერო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუში. ის თავისი ხუროთმოძღვრული გადაწყვეტით უანალოგოა საქართველოში დღემდე შემორჩენილ ნაგებობათა შორის. ძეგლი რამდენიმე ქრონოლოგიურ ფენას მოიცავს. მე-19 საუკუნეები, მე-12 საუკუნე და მე-13-მე-14 საუკუნეები. მე-19 საუკუნეებს მიეკუთვნება ბუხრიანი სანადირო სახლი, რომელიც სასახლის მთლიანობაშია ჩართული. სწორედ ამ პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით იხსენიება პირველად ჯუანშერის თხზულებაში, როდესაც ქართლის ერისმთავარი არჩილი ამბობს: "წარვალ და დავეშენებით ციხესა გეგუთს და ქუთაისს". ძირითადი ნაწილი მე-12 საუკუნეშია აშენებული. სასახლის მთავარი ნაგებობა გიორგი მესამის დროს არის აგებული, სწორედ აქ გამოაცხადა მან თამარი თავის თანამოსაყდრედ. მე-13-მე-14 საუკუნეებში მიმდინარეობდა სასახლის გაფართოება. ამ პერიოდს მიეკუთვნება დასავლეთ მინაშენები და სასახლის ეკლესია. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ გეგუთი იმერეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. სასახლე დაზიანდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში სოლომონ მეორის ბრძოლებისას. რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ კი მისი ნგრევა გაგრძელდა. სასახლის მასალას იმპერიის მოხელეები ქუთაისში შენობების ასაშენებლად იყენებდნენ. გეგუთის კომპლექსის პირველმა მკვლევარმა, შვეიცარელმა დიბუა დე ბონპერემ 1833 წელს შეადგინა სასახლის გადარჩენილი ნაწილის გეგმა და განსაზღვრა ცალკეული სათავსების ფუნქცია. გეგუთის სასახლე გეგმით კვადრატულ ნაგებობას წარმოადგენს, რომლის ღერძი დამხობილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ.
შენობის სქელი კედლების კუთხეებში ცილინდრული კოშკებია ჩართული, კედლების შუა ნაწილი კი ნახევარწრიული კონტრფორსებია. მთავარი შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთის კედელშია მოწყობილი, რომელიც აქცენტირებულია მასიური შვერილებით. შენობის ცენტრში ჯვრისებრი მოხაზულობის საზეიმო დარბაზი გამოიყოფა, რომელსაც 14 მეტრის დიამეტრის მქონე გუმბათი აგვირგვინებდა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა დიდი ტრომპების საშუალებით ხორციელდებოდა. ჯვრის მკლავები შეისრული კამარებითაა გადახურული. მკლავებიდან სამი ერთმანეთის ტოლი ერთი დანარჩენებს ორჯერ აღემატება და ის სავარაუდოდ სამეფო ტახტის განსათავსებლად იყო განკუთვნილი. მთავარი დარბაზი გასასვლელებით უკავშირდება საცხოვრებელ და დამხმარე ოთახებს. პირვანდელი ბუხრიანი სანადირო სახლი სასახლის აღმოსავლეთ ნაწილშია ჩართული. სასახლის ინტერიერი შელესილი და დიდი ალბათობით მოხატული უნდა ყოფილიყო. შენობის ცოკოლი და 3 მეტრამდე სიმაღლის კედლები ნაგებია თლილი ქვით, შემდეგ აგურის წყობა გრძელდება. მოგვიანებით მიშენებულ ნაწილში გვხვდება სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, რომელთა შორის განსაკუთრებით კარგადაა შემორჩენილი აბანო. სასახლის სამხრეთით გაითხარა მე-4-მე-5 საუკუნეების შენობის ნაშთი. არსებობს ვარაუდი, რომ ეს შენობა ნავსადგომი უნდა ყოფილიყო. ეს გეგუთის სასახლის ეკლესია, რომელიც საკმაოდ დიდი ზომის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი 3-ია: სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით. ტაძარი უაფსიდოა, თუმცა აღმოსავლეთის კუთხეები ინტერიერში მცირედით მომრგვალებულია. ეკლესია ძალიან დაზიანებულია. ჩამონგრეულია კამარა, მორღვეულია კარისა და სარკმლის ღიობები. თითქმის სრულიად შემოცლილია საპერანგი წყობა. ვარაუდობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ეგრისის სამეფოს პერიოდში იყო სამეფო ნაგებობები, რომლებიც მოგვიანებით განადგურდა. მიუხედავად დიდი დაზიანებისა, გეგუთის სასახლე დღესაც მასშტაბურად გამოიყურება და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. მაშასე მეგობრებო, ჩემი მორიგი მოგზაურობა იმერეთში დასრულებულია. საქართველოს სხვა კუთხეებში შევხვდებით. მომავალ შეხვედრამდე.